ჩვენ მე-14 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბ ზიანეთის წევრები ვართ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ბუნებრივი რესურსების დაცვა, ზრუნვა ფლორასა და ფაუნის დაცვისათვის. ჩვენი ქალაქის ღირსებაა სხვა, მისი დაცვა და დასუფთავება ყველა ჩვენგანის ვალია. მოდით ჩავატაროთ აქცია ვიწროვით ცხოვრების ჯანსაღი წესით და ვიზრუნოთ გარემოზე. ჩვენი სკოლის მდებარე ზღვის სანაპირო დავასუფთავოთ და დავდგათ გამაფრთხილებელი ტრაფარები. კლუბის წევრები ბედია მანუჩარა და ბათლომე უკვე მუშაობენ გამაფრთხილებელი ტრაფარების დასამზადებლად. ჩვენ გსურს სხვა სამოქალაქო კლუბების წევრების დავპატიჟოთ სხვადასხვა სკოლებიდან და მათთან ერთად ჩავატაროთ ეს აქცია. მე მომწონს ეს ინიციატივა, მაგრამ სანამ აქციას დავიწყებდეთ, ბავშვებო ჩვენი ინიციატივით უნდა მიმართოთ სანდასუფთა შეპესეს სანდასუფთავების უფროს შემოგვიერთეს ამ აქციაზე და გარდა ამისა მიმართოთ აგრეთვე ბულვარის დირექტორს, რათა ნება დაგვრთოს ზღვის სანაპიროზე ჯანსაღი ცხოვრებით. ჩვენი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დავასუფთავეთ ზღვის სანაპირო და დავთვით ჩვენს მიერ დამზადებული გამაფრთხილებელი ტრაფარეტი. აქციის მსვლელობისას შემოგვიერთდნენ ქალაქის მერვე, მე-6, მე-18 ამტიცის საჯარო სკოლების სამოქალაქო განათლების კლუბების წევრები. დამსვენებლებისგან ავიღეთ ინტერვიუ. აქციის ჩატარებაში დახმარება და მხარდაჭერა გაგვიწია შპს სანდასუფთავების უფროსმა ბატონმა დავით ასამბაძემ და ბულვარის დირექტორმა ბატონმა გიორგი მიქელაძემ. მადლობა მათ დახმარებისა და მხარდაჭერისთვის. ამგვარი ღონისძიება ჩვენ გასულ სასწავლო წელსაც ჩავატარეთ. კერძოდ, როგორ ხდება ზღვის სინჯის აღება და მისი ლაბორატორიული შემოწმება. ამ მიზნით ინიციატივით მივართეთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვის უფროს. აქტიური მეგზურობა გაგვიწია გარემოს დაცვის სამმართველოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა არჩილ კუპრეიშვილმა. ავიღეთ ზღვის სინჯი და მივართეთ აჭარის ტესტირების სერტიფიკაციის ცენტრის უფროს რამაზ სურვანიძეს. ქიმიურ ლაბორატორიაში ანალიზის გაკეთებისას მეგზურობა გაგვიწია ექიმ-ლაბორანტმა ნათია ხაჭავამ. ჩვენ მომავალში მსგავს აქციებს გეგმავთ და ვიქნებით ბუნების აქცია. Это не наша бумажка, но мы будем, когда будем ходить, мы все это соберем. Потому что мы, завтра мы сюда же придем, мы хотим быть чистые. Я думаю, что если каждый человек будет так поступать, потом мы будем действительно самым красивым, самым чистым городом. А ваши коммунальные службы работают просто великолепно, нам очень понравилось. Спасибо вам, и для того работаем в инициативе, подавайте слово. Всем пример, что нужно защищать город, для нас очень важно. Молодцы. Спасибо вам большое. Спасибо.